მოგესალმებით. მართალია არა მაქვს ესეთი გამოცდილება, რომ ამდენ ადამიანს ესეთ თემებზე მივმართო, მაგრამ ძალიან მეცდები თან ძალიან მოკლედ. რუსთავი ორი არა მარტო ჩემი სახით, არამედ ბევრი მისი სახით, თქვენთვის ცნობილი სახის, ნაკლებად ცნობილი სახის მიერ არის წარმოდგენილი ამ აქციაზე. ჩვენ აქ წარმოდგენილი ვართ როგორც მედია და წარმოდგენილი ვართ როგორც მოქალაქეები, საქართველოს მოქალაქეები, ვისაც გვინდა რუსეთის ოკუპაციის შეჩერება, გვინდა რუსეთის შეჩერება საერთოდ ამ ქვეყანაში, მისი ნებისმიერი ფორმით შემოდინების, მედიის მეშვეობითაც მათ შორის, ამას როგორც მედია ვამბობ, მისი შემოდინების ამ ქვეყანაში როგორც იდეოლოგიის და ყველაფერს გავაკეთებთ როგორც მედია, რომ ეს შემოჭრა, რომელიც ძალიან გააქტიურებულია ბოლო პერიოდის განმავლობაში, შეჩერდეს და აღკვეთილ იქნეს. და არათუ აღკვეთილ იქნეს, არამედ ჩვენი მომავალი თაობები და იმედი გვაქვს, რომ ჩვენც შევხვდეთ ერთშვენიერ დღეს ჩემს მშობლიურ ქალაქში, სოხუმში. ქალაქში, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს. მე გულწრფელად მინდა გითხრათ, ჩვენ არა ვართ აქ პოლიტიკური პროტესტის გამოსახატად მოსული როგორც მედია. ჩვენ აქ მოსული ვართ როგორც საქართველოს მოქალაქეები იმისათვის, რომ მთავრობას მივაწვდინოთ ხმა. შეიძლება ბევრი რამე არ მოგწონდეს იმის, რასაც თქვენ აკეთებთ ეკონომიკაში, პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებებში, მაგრამ ჩვენთვის მთავარი წყალგამყოფი არის იქ, სადაც გადის საქართველოს ნაციონალური ინტერესი. იქ, სადაც დღეს ივლება მართულხლართები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ წითელი ხაზები არის გადაკვეთილი და მოვიდა დრო არათუ ფართომასშტაბიანი ომისთვის, მაგრამ ნამდვილად მკვეთრი და ძალიან ნიშნულოვანი პოლიტიკური განაცხადისთვის, რომ საქართველო არ შეეგუება ოკუპაციის გაგრძელებას, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესი გადის იქ, სადაც დღეს მართულხლართებს ავლებენ. ჩვენ გვჭირდება უფრო მკაფიო განაცხადები, ჩვენ გვჭირდება სწორედ ამის გახმოვანება საერთაშორისო ასპარეზზე და შიდა პოლიტიკურ დისკურსში და გვჭირდება არა მხოლოდ NGO-ებისგან, არა მხოლოდ პატრიოტული მედიისგან, არა მხოლოდ ნაციონალურ და ევროინტეგრაციულ ორიენტირებზე მიმართული მედიისგან, არამედ სწორედ მთავრობისგან. ჩვენ გვჭირდება ჩვენი მოკავშირე მთავრობის სახით ამ პროცესებში და თუ მთავრობა არ არის დღეს ჩვენი მოკავშირე, ეს ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური განაცხადი და ეს არის უკვე ჩვენი წითელი ხაზების გადაკვეთაც. საბოლოოდ მინდა ვთქვა, რომ რუსთავი ორი ყოველთვის იქნება თქვენს გვერდით, იმ ადამიანების გვერდით, ვინც მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ ყოველი გადადგმული ნაბიჯი საქართველოს მიმართულებით, საქართველოს ნაციონალური ინტერესების მიმართულებით არის ჩვენი პოლიტიკური წითელი ხაზების გადაკვეთა. რუსთავი ორი იქნება ყოველთვის თქვენს გვერდით, რუსთავი ორი ყოველთვის გააშუქებს პროცესებს სწორედ ამ ორიენტირების გასაღვივებლად და რუსთავი ორი ყოველთვის დაიცავს თქვენ ინტერესებს, როგორც პატრიოტული, როგორც პროევროპულად და პროამერიკულად ორიენტირებული მედია. მადლობთ ყურადღებისთვის და მადლობთ იმისთვის, რომ აქ ხართ.